პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ინდიკატორი, პირდაპირ ეთერში მუშაობას გადაცემის წამყვანი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგა ნარჩიმაშვილი ვიწყებთ. რა პოლიტიკური სიახლეებია რეგიონში? რატომ ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილი აჭარაში და იყო თუ არა ეს უმაღლეს საბჭოს და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების ერთგვარი განმუხტვა? ამ და სხვა კითხვებზე პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია უპასუხებს. ნინო, როგორ ფიქრობ, პრემიერის ვიზიტი იყო თუ არა ბოლო დროს აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს შორის არსებული გაუგებრობის ერთგვარად აღმოფხვრა? დიდი მადლობა პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ გარკვეულწილად ჩემთვის არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო საშუალებით ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობთ, ამიტომ ემოციური ფონი ბუნებრივი არის ძალიან მაღალი, ძალიან ძნელია გარკვეულწილად ბალანსი დაჭერა, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ჩვენი რადიო მსმენელებისათვის, რომ გარკვეულწილად ეს ნერვიული ფონი განსაკუთრებით რა თქმა უნდა შემდეგ გადაცემაში იქნება ეს როგორც დაცლილი და გაცილებით ნაკლები ხარვეზე იქნება. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ თემას, ერთ-ერთი მთავარი თემა არის ბუნებრივია, რომელიც უკავშირდება თავად პრემიერ-მინისტრს, რეგიონისთვის იყო მისი ვიზიტი მთავარი გასული კვირის განმავლობაში, შემდეგ იყო პრეზიდენტის კანდიდატურის დასახელება, მოკლედ ყველა გზა მიდის ბიძინა ივანიშვილთან, ერთადერთი ადამიანი რჩება ქვეყანაში, საქართველოში პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც გონია რომ ყველა გზა ამჯერადაც მიდის რომში. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ვფიქრობ, მე ყველაზე ჩემთვის ნიშანდობლივად აღსანიშნავია ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა გაჟღერებული, რომ ყოველთვიურად ჩამოვა რეგიონში და გაეცნობა აქ ადგილზე არსებულ სიტუაციას და მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცალკეულ თუნდაც იგივე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ერთი რაღაცა უნდა გავსაუბროთ, აუცილებლად სახელმწიფოებრივი აზროვნება ჩვენთან არის ძალიან მცირე და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. პირველ რიგში ეს არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გქონია სახელმწიფო, ამიტომ ძალიან ხშირად პრაქტიკულად ჩვენი ბიუროკრატია დიდი ალბათობაა იმის, რომ გარკვეულწილად მოდუნდნენ ამისთვის მათ აქვთ გარკვეული ცდუნება, იმიტომ რომ ძალიან კარგია საჯარო დაწესებულებებისათვის და მათ წარმომადგენლებისთვის ცხოვრება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი ჩართვა იქნება გარკვეულწილად უფრო მეტი პასუხისმგებლობის აკიდება ზოგადად ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მითითება მუდმივად, რომ ისინი არ მოდონდნენ გააკეთონ მეტი, იმიტომ რომ რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ძალიან ხშირად აჭარას პრაქტიკულად ვადარებ გერმანიის, ბავარიას, მისი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური თვალსაზრისით. ნინო, უფრო დავკონკრეტეთ, ანუ დაპირისპირება, რომელიც იყო უმაღლეს საბჭოს და მთავრობას შორის. ივანიშვილი ჩამოვიდა ამის შემდეგ და გამოაცხადა, რომ ეს იყო მცირეოდენი პრობლემა, რომელიც ექვემდებარებოდა მოგვარებას და უკვე პრობლემა აღარ არსებობს. იყო შეხვედრა ასევე თუ შეიძლება ნინო, იყო შეხვედრა ასევე ივანიშვილის რეზიდენციაში, რომელიც მდებარეობს შეკვეთილში და ამ შეკვეთილის შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი მივიდა აჭარის მთავრობაში, შემდეგ უმაღლეს საბჭოში. როგორ ფიქრობ, რომ არა ივანიშვილის ჩამოსვლა მოგვარდებოდა თუ არა პრობლემა უმაღლეს საბჭოს და მთავრობას შორის? დიახ, ეს თვითონ აღინიშნა დასამალი ფაქტი არ არის, ბოლო კვირის განმავლობაში გარკვეული დაპირისპირებები იგრძნობოდა. ვიცით რა, საოცარი რაღაცა არის, გარკვეული ტრადიციული სახე მიიღო ეს ტიპის დაპირისპირებება და ამასაც აქვს გარკვეული საფუძველი, იმიტომ რომ როდესაც დიდი პოლიტიკური ინსტიტუტები არსებობს ჩვენს რეგიონში, როგორ არის განსხვავებით ყველა სხვა დანარჩენი რეგიონისგან, აქ არის წარმომადგენლობითი ორგანო, საკანონმდებლო არის ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ამას მოყვება ასევე ადგილობრივი თვითმფრინავი, ამიტომ რაც უფრო მეტი რგოლი არის პრაქტიკულად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის, მით მეტი არის გარკვეული სურვილები, იმიტომ რომ პოლიტიკაში ადამიანები მოდიან ბუნებრივი ამბიციები და შესაბამისად მათ აქვს სურვილი, ერთი რომ მოიპოვონ ეს ისე რომ ვთქვა ძალაუფლება, მეორე რომ შეინარჩუნონ, მესამე რომ რა თქმა უნდა გააფართოვონ თავიანთი ძალაუფლება. ამიტომ ის საუბრობდა კომუნიკაციის ისე ვთქვათ პრობლემებზე, მე ცოტა ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს იყო პრემიერის მიერ მიღებული, იმიტომ რომ ძალიან თუთიყუშებივით გამოვიდა პრაქტიკულად შეხვედრიდან გამოსული უმაღლეს საბჭოს აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციაზე საუბრობდა იმ ეპოქაში, სადაც ზოგადად თანამედროვე მსოფლიოს კომუნიკაციების ერას უძახიან. კომუნიკაციას აქვს ორი მომენტი. ერთი არის რომ ტექნიკური საშუალებები, მოგესალმებით რომ ტექნიკური საშუალებები არის ფანტასტიკური, დღეს ეს არ არის შუა საუკუნეები, როდესაც ცხენით ნოტებს გადასცემდნენ, მიდიოდნენ ვთქვათ ელჩები ან გემების საშუალებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უმაღლეს საბჭოს დეპუტაციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას აჭარის შორის უფრო სურვილი არ იყო როგორც ჩანს ერთმანეთის კომუნიკაციის და ბუნებრივია მათ უბრალოდ მოუწოდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება მეტი აქტიურობა იქონიონ და აქ პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც აი მნიშვნელოვანი რატო არის რომ ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ აჩვენა ამათ რომ მათ ერთობლივად აქვთ პასუხისმგებლობა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენად გაიაზრებენ თქვა ამ პასუხისმგებლობას ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მე კიდევ ვიმეორებ რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ გარკვეული
განვითარებები მოხდა, მოსახლეობა მიჩვეული არიან გარკვეულ პროგრესს, განსხვავებით ყველა სხვა რეგიონისაგან, ამიტომ მათი გადაწყვეტილებები უნდა იყოს უკიდურესად პროდუქტიული. კი ბატონო და ან შესაუბრებდით წეგან რომ იყო დაპირისპირება წინა ხელისუფლების დროსაც ეს მუდმივი პროცესი არის როგორ მოგვარდა მაშინ ეს პრობლემა და რამდენად დიდი არის ამ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების როლი პრობლემების მოგვარების საკითხებში სამწუხაროდ ახლა თუ ძალიან მოკლედ ისტორიულ პერიპეტიებს გადავავლებთ იყო შემთხვევები როდესაც ვერ მოგვარდა და ძალიან ტრაგიკული ესე ვთქვათ ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს მაგალითად იმნაძე ასლანებაშიც დაპირისპირებამ ძალიან ტრაგიკული სახე მიიღო ძალიან ტრაგიკული იყო ისევე ბატონ თენგის ასანიძისა და აბაშის დაპირისპირება ძალიან ნორმალური გამოდგა შედარებით და ძალიან რბილ და მსუბუქ ფორუმებში განვითარდა ვითარება ვარშალომიძესა და ხაბას შორის ეს ვთქვათ დაპირისპირება აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის ძალიან დროული ჩართვა პრაქტიკულად ამ პროცესში და ხაბას პრაქტიკულად გაყვანა ამ აჭარის ეს ვთქვათ პოლიტიკური ეკონომიკური ცხოვრები და ფიქრობ რომ ბიზინა ივანიშვილმაც მე არ ვიცი ხა თვითონ ცნობიერად თუ უბრალოდ იგრძნო ეს საფრთხეები გარკვეულწილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო რომ მან გარკვეულწილად ჩაერთო აქტიურად ეს ვთქვათ აი ამ დაპირისპირებაში და ის რომ დაპირისპირება იყო ეს იყო ცხადი ძალიან არასერიოზული ამავდროულად რადიო მსმენელს შევახსენებ რომ შეუძლიათ დარეკონ პირდაპირ ეთერში 27-43-93-91 და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ნინო, ახალი ხელისუფლების ძირითადი საფიქრალი არის მუნიციპალიტეტების გამგებლების შეცვლა. აჭარაში რამდენიმე რაიონის გამგებელი შეიცვალა, ხულოში მაგალითად იყო გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობდნენ. როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი რეგიონში? აუცილებლად გაგრძელდება როგორ ჩანს, იმიტომ რომ ამ პროცესებს არ აქვს, ეს პროცესები არ დაწყებული 1 ოქტომბრის შემდეგ ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი რომლის პროგნოზირება შეიძლებოდა რატომ იმიტომ რომ პრობლემა არის ისეთი კომპლექსური ხასიათის პირველი პრობლემა რომელიც უკავშირდება ეს რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას იმიტომ რომ პრაქტიკულად მოგხსენებათ რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად ძიმე მდგომარეობაშია რომ ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად არჩევს ჩაბმას პოლიტიკურ ცხოვრებაში და რატო ამას აქვს თავისი ახსნა იმიტომ რომ დასაქმების პრობლემის მოგვარება გარკვეულწილად სწორედ გადის სამწუხაროდ მთელი ეს 15-17 წელი სწორედ აი ამ პოლიტიკურ აქტიურობაზე. ამიტომ ადამიანები არჩევენ იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები და სწორედ ასეთი საშუალებებით, ამიტომ ეს ვალდებულება რისი თქმა მინდა მე განსაკუთრებით რას მინდა ხაზი გაუსვა რომ ამ შემთხვევაში კოალიცია ქართულ ოცნებას კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულებში ადმინისტრაციულში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული თავიანთი მხარდამჭერების მიმართ. ერთ-ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თვითონ აი დასავლეთში როგორ ხდება ყველაფერი ამ პროცესის აღქმა. დასავლეთში მაგალითად ყველა ქვეყანაში როდესაც არის აბსოლუტურად ერთი პოლიტიკური სუბიექტი დომინირებული ყველა წარმომადგენლობით ორგანოში აბსოლუტურად ყველგან თვლიან რომ იქ გარკვეულ უზურპაციას აქვს ზოგადად ადგილი. ამიტომ დასავლეთის ერთგვარი სურვილი იქეთკენ მიმართული როგორმე შენარჩუნებული იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებზე გარკვეულწილად ის პოლიტიკური კონფიგურაცია რომელიც იყო აქამდე აბსოლუტურად გასაგები და მისაღები არის. ამავდროულად არსებობს ეს უფრო სპეციფიკა თვითონ რეგიონის განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარისათვის. მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 90-იანი წლებიდან რო გადახვედოთ გარკვეულწილად კარგ დადებით დამოკიდებულებას ირჩევნებდა უკვე არსებულ ხელისუფლებასთან. ამიტომ მათთვის ცნობიერად გარდატეხა მოხდა, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლების დონეზე ხელისუფლება შეიცვალა, ისინი ბუნებრივად ესე რომ ვთქვათ არჩევენ გარკვეულ თანამშრომლობას და კოოპერაციას უკვე ახალ ხელისუფლებასთან. ამიტომ ეს გადინებებიც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა მე ვერაფრით ვერ დავთანხმები ხულოს გამგებას, იმიტომ რომ სრულიად წარმოუდგენლად მემაჩნია ადამიანების მასიურმა რაოდენობამ, როგორადაც მოხდა მაგალითად შუახევში ამ ძიმე ფონზე ყველას ერთნაირად გაუჩნდეს აზრი იმისა, რომ დატოვოს სამსახური ბუნებრივია, რაღაც ტიპის ასე ვთქვათ მითითებები არის, იმიტომ ამასაც თავის სუბიექტური მიზეზი აქვს. დიდი ნაწილი ამ ადამიანების წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში და მათი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ იყო რაღაცა ისეთი პოზიტიური შედეგის მატარებელი. თუმცა ბათუმის მერი არ შეცვლილა. ბათუმის მერი აგრძელებს საქმიანობას, გამოჩნდა 3 ძირითადი კანდიდატი, რომლებსაც ასახელებენ. შენ როგორ შეაფასებდი ბათუმის მერობის კანდიდატებს? რამდენად კარგი კანდიდატები არის წარმოდგენილი იმისთვის, რომ ბათუმელებმა უпростоრად ბათუმის საკრებულომ გააკეთოს არჩევანი მათ შორის? კანდიდატი რომელიც ახლა აქტიურად განიხილება არის მხატვარი გაკო ძნელაძე, რამდენიც მე ვიცი, სხვა კანდიდატები გულწრფელად გეტყვით, ზურაბ პატარაიასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და მე არ ნიშნავს არაფერს ახლა ბათუმის ზურაბისთვის, უბრალოდ მე არ მაქვს ესეთი განსაკუთრებული წარმოდგენა რაღაც ინფორმაციის მატარებელი ამ ფიგურასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის არ ცდილობს და მას არ აქვს არანაირი სურვილი იმისა, რომ აქტიურად ჩაერთოს ბათუმის მერის ეს ვთქვათ გადარჩევის პროცესში. მე მაინც მგონია, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად უფრო ვინაიდან ეს პოლიტიკური ეს რო ვთქვათ განაცხადი გაკეთდა, გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე შენარჩუნებული იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე არის
ეს ვთქვათ მოქმედი მერი. ეხლა კანდიდატებთან დაკავშირებით ძალიან რთული იქნება ჩემთვის საუბარი. მე გეტყვით, მე პირადად როგორ წარმომიდგენია ბათუმის მერია, ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას გეტყვით. მე მაინც ფიქრობ, რომ ამ თანამდებობაზე ვინაიდან არსებობს ბათუმის საკრებულო, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი პოლიტიკის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რაც შეეხება ის არის ტიპიური მმართველობა, ამიტომ მაინც ფიქრობ, რომ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული კვალიფიკაცია სამეურვეო საქმიანობის წარმოების. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი ფორმით და ასეთი კრიტერიუმით შეირჩევა ახალი ხელისუფლების მიერ ბათუმის მერის კანდიდატი. ნინო, აქტიური პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად უმაღლესი საბჭოში მიმდინარეობდა მსჯელობა რამდენიმე დღის ძილის ცენტრის შექმნაზე. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე გვახსოვს პრეზერვატივების საკითხის განხილვა. თუმცა მოსახლეობას სულ სხვა პრობლემები აწუხებს და მეთანხმები ალბათ გვჭირდება თუ არა რეალურად ძილის ცენტრი და როგორ შეაფასებ ამ ინოვაციურ აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან ინოვაციური იყო, გულწრფელად გეტყვით ისეთი საკმაოდ სახალისო მდგომარეობაში აღმოჩნდი. როგორ გითხრათ, ეხლა ძალიან რთულია ამ ყველაფერს სერიოზულად შეხედოთ, ხო გეუბნებით, აი მე ყველაზე მეტად პრეზერვატივების ეს როგორ თემა იქნა თქვენს მიერ ვთქვათ გაჟღერებული, გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრჯერ მიკვირს იმდენად არაპროდუქტიულ გადაწყვეტილებებს იღებს ახალი ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში დამაზიანებელია ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მისთვის. რაც შეეხება ეხლა ძილის სენს, ძილი არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და როგორ გითხრათ, აი ფსიქოლოგიურად ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც მუდმივად ხდება ადამიანის ფსიქოლოგიური აქტიურობის ეს ვთქვათ შესუსტება. ყველაზე ნიშანდობლივია, რასაც მე ვთქვათ, ხუმრობდი იყო, რომ ის ცენტრი, რომელიც აი პროექტით ვინც ჩამოვიდა, ის იყო ბელორუსის ეს ვთქვათ სპეციალისტები და ფიქრობდი, რომ ამბოლოდ რაღაცნაირად ხდება ლუკაშენკოს ეს ვთქვათ პრაქტიკის გაზიარება. მე იმედი მაქვს, რომ ეს პრაქტიკა მართლაც აი პოლიტიკურ დონეზე არ იქნება გაზიარებული, თუმცა სამწუხაროდ რაღაც ეტაპზე მართლა ვფიქრობ, რომ მასიურად ხდება არსებული ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ეს ვთქვათ დეპოლიტიზაცია საზოგადოების ჩამოშორება აქტიური პოლიტიკიდან და ეს იქნება როგორც ზოგადად თავად ხელისუფლებისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან ისეთი იცით რა არის გვეყოლება აუცილებლად ოპონენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბუნებრივია შეიძლება ჯემალ ფუტკარაძე გამოვიდეს და თქვას, რომ ხა თქვენ პირიქით ხართ არასერიოზული ადამიანები, როდესაც ასე არასერიოზულად უდგებით საკითხს, იმიტომ რომ ძილი არის ის თემა, რომელიც ჩვენს ძალიან მძიმე შოკურ მდგომარეობას, რომელიც ამ წლის განმავლობაში გავიარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი მაგრამ გამოფხიზლების დრო ხო არ არის პირიქით. მე ვფიქრობ, რომ აქტიური მოქმედების დრო არის და აქტიური მოქმედება იქნება ძალიან პოზიტიური ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც იქნება მომტანი ძალიან ბევრი სიკეთეების და ძილის ეს ვთქვათ პრობლემაც ჩვენს მოსახლეობაში იქნება ძალიან კარგად გადაჭრილი. მოკეთ ძილის შემდეგ კარგი არის გაზეთის კითხვა, საინტერესო არის რაზე ამახვილებს ყურადღებას რეგიონალური პრესა. ეთერში პრესის მიმოხილვით დაგიბრუნდებით. რეგიონული პრესის მიმოხილვა რადიო აჭარის ეთერში. ეთერში პრესის მიმოხილვით გიბრუნდებით, რას წერს რეგიონალური პრესა მიმდინარე კვირას. გაზეთი აჭარის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ავტორის სტატიაში როგორი იქნება საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მასალაში მოყვანილი არის საქართველოს პრეზიდენტების ისტორიები, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და როგორ დატოვეს ხელისუფლება. საკმაოდ საინტერესო სტატია არის, გირჩევთ წაიკითხოთ. ასევე გაზეთ აჭარაში გვხვდება ანალიტიკური მასალა, სახელწოდებით სიტუაცია მწვავდება, სადაც უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას გენპროკურატურაში შესაძლო დაბარებაზე არის საუბარი. ავტორის თქმით 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უშიშროების საბჭოს არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა და დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილი ბოკერიას აღნიშნულ თანამდებობას დაატოვებინეს. ამავე გაზეთში შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის, როგორც ივანიშვილის პირადი კანდიდატურის შესახებ მომზადებული სტატია. რაც შეეხება გაზეთ ბათუმელებს, მიმდინარე კვირის ნომერში წერია, მთავარი თემა არის თურქეთის სტატია სათაურით თურქეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში, სადაც სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი, თუ რამდენ უცხოელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. სტატიის მიხედვით, ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეობა 8458 პირს მიენიჭა და მათ შორის უმრავლესობა ანუ 6500-ზე მეტი ადამიანი რუსეთის მოქალაქეა. მოქალაქეების მიმღებთა შორის მომდევნო ადგილზეა საბერძნეთი და ისრაელი. ნინო, საკმაოდ ხშირად საუბრობენ, რომ თურქეთის მოქალაქეები იღებენ მოქალაქეობას აჭარაში და საკმაოდ დიდი ციფრი სახელდება, რომ თურქეთის მოქალაქეებმა უკვე მიიღეს მოქალაქეობა. თუმცა სტატისტიკური მონაცემები სხვას მეტყველებს. შენ როგორ ფიქრობ, ანუ რეალური ციფრი არის, რასაც მოსახლეობა ასახელებს, თუ შესაძლოა, რომ ეს სტატისტიკა არ იყოს ზუსტი?
გულწრფელად გეტყვით ბინადრობასთან დაკავშირებით, მუდმივ ბინადრობასთან დაკავშირებით ცოტა ჩემთვისაც ისეთ საეჭვო გამოდგა, მინდა გითქვათ, რომ სხვათა შორის ქალბატონი ეთერი გაზეთის რედაქტორი აღნიშნავს, რომ ესე გვაძლევს უფლებას, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები ჩვენს მიერ, ანუ სხვა მედია საშუალებების მიერ გარკვეულწილად გამოყენებული იქნეს. აი საოცარი ჩინეთი არის სხვათა შორის დროებით ბინადრობასთან დაკავშირებით ჩინეთის მოქალაქეები არის 2262 პირი არის პრაქტიკულად თურქეთის მოქალაქეებს უსწრებს. მე გულწრფელად გეტყვით, რომ ეხა ზუსტად თქო ვეყნობი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზოგადად გაზეთ ბათუმელებს აი ამ სტატისტიკისთვის, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად ისეთ საინტერესო მოულოდნელობა და ძალიან საჭირო და აუცილებელი. ერთსაც გეტყვით, რომ რადგან გაზეთებს ვეხებით, ესეთი ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რუბრიკა იქნება ალბათ ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად 5 წლის განმავლობაში გაზეთს არ ვკითხულობდი გარკვეული იზოლება არის გაზეთის საკითხის, მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ესე ვთქვათ ის იქნება. სხვათა შორის მედია საშუალებასთან დაკავშირებით, აი მე-19 საუკუნეში, როდესაც ინგლისში ტელეგრაფების საშუალება გამოვიდა, ბევრი ამბობდა სკეპტიკიზმის გამოხატავდა, რომ გაზეთებში არ ექნება გარკვეულწილად პერსპექტივა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეხა ჩვენ 21 საუკუნეში რადიო ეთერში პრაქტიკულად მიმოვიხილავთ გაზეთებს. ძალიან საინტერესო არის, საერთოდ ეხა მე ამ გაზეთებს როგორც გადავავლე თვალი, ყველაზე საინტერესო არის თურქეთის თემა ზოგადად. მეჩეთთან დაკავშირებული გაზეთ ბათუმელებს აქვს უაღრესად საინტერესო სტატია და ეს სტატიები არის გაზეთ აჭარაში. აქ არის ბატონი რამაზ სურმანიძის ინტერვიუ, ძალიან საინტერესო ინტერვიუა და სრულიად ახლებურად არის აქ წარმოდგენილი ის ვითარება, რომელიც პრემიერის პოზიციას ეხება პრაქტიკულად მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ბატონი რამაზ სურმანიძე გაზეთ ბათუმელებთან აღნიშნავს, რომ სხვათა შორის ისიც გითხრა, რომ ერდოღანთან პირისპირ საუბრის დროს შევთანხმდით და გამოსავლის შემდეგ მინისტრებსაც უთხრა, რომ არავითარი მეჩეთი ბათუმში არ აშენდებაო. ეს არის ბატონი რამაზ სურმანიძის ესე რომ ვთქვათ ამონარიდი ამ სტატიიდან. მე მაგალითად მახსენდება აბსოლუტურად სხვა რაღაცა, ბატონი ბიძინეევანიშვილის გაკეთებული განცხადება, როდესაც ფილარმონიაში ის ყრილობას ესე ვთქვათ მართავდა, ჟურნალისტებთან თქვა, რომ ერდოღანთან მას ჰქონდა მწვავე საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან გახსნილი უნდა იყოს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაც მასიური ხაზი 2 წლიანი სპეკულაციის, პოლიტიკური სპეკულაციის ესე ვთქვათ საგნად იქცა, ძალიან მტკივნეული საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა სცენ პატივი იმისთვის, რომ გაცილებით ღია და საჯაროდ ისაუბრონ ამ თემასთან დაკავშირებით. სხვათა შორის მე გამიჩნდა აზრი, რომ ერთი გადაცემა კარგი იქნება თუ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებთ კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირია მოყვება, ძალიან ხშირი საუბარი იგივე ქსენოფობიასთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. და 17 მაისის თემა არის სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით ორივე ეს ასე ვთქვათ გაზეთში და ეხა აღმოვაჩინე ძალიან სამწუხარო რამ განსაკუთრებით გაზეთ აჭარაში ბატონი ავთანდილ ვადაჭკორია არის გაზეთის ავტორი უბრალოდ გაზეთს აქვს უკიდურესად აკადემიური ხასიათი ესეთი ტიპის სტატიები მართლაც არავისი საქმე არა ვინ ვისთან სად წერს თუ რაზე ზის აი ესეთი ტიპის ასე ვთქვათ სტატიები არ უნდა იწერებოდეს არავითარ შემთხვევაში გაზეთში განსაკუთრებულად. აი ეს იყო ძალიან არასასიამოვნო. მსგავსი თემა არის გაზეთ ბათუმელებშიც, ანუ სტატიის სათაური არის სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ირკვევა, რომ სტატია, ანუ ბოლო დროს გახმაურებული საქმე ფარისაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ანუ საიტის დომეინი არის შექმნილი $8 და შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, დაკავებული არის პირი, რომელმაც ეს კადრები და ასევე ირკვევა, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, თუმცა გაზეთ ბათუმელებმა ვკითხულობთ, რომ ასევე რომ გაზეთ ბათუმელებმა უჩივლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო. საქმე ეხება ვალერი თელიას და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის შესახებაც კონკრეტული ინფორმაცია ჭირდებოდა გაზეთ ბათუმელებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მიაწოდა. როგორ ფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თუ არა იმ მემკვიდრეობას, რომელიც წინამორბედმა დაუტოვა? ეხლა სამწუხაროდ ეს ერთმნიშვნელოვნად ბუნებრივია ძალიან ძნელია საუბარი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის პრეცედენტი რაც იყო ბატონ გელახვედელიძესთან დაკავშირებით ბუნებრივია გვაძლევს პირდაპირ მნიშვნელობით ვთქვათ, რომ გელახვედელიძის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული თავის ეს ვთქვათ უფლებამოსილება და ის რაც ვთქვათ მის მიერ განხორციელდა ქმედების აქტით ეს არის პირდაპირ ხასიათის გაგრძელება, ხო, მაგრამ ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნა მინისტრის დონეზე ეს ვთქვათ მიღებული და ბუნებრივია, ამიტომ ვამბობ, რომ ერთი მხრივ მინისტრის ერთი მოადგილე ესეთ მოქმედებებში ჩადის, მეორეა რომ მინისტრმა ძალიან
ძალიან კაფიო პოზიცია გამოხატა და საერთოდ ზოგადად იცით როგორ არის რომ ეს არის საკითხი რომელიც ძალიან მძიმე საკითხი არის ეს არ არის პირადი ეს არის მორალური საკითხი და ვფიქრობ რომ საზოგადოება უნდა იყოს მკვეთრი ამ საკითხებთან მიმართებაში იმიტომ რომ მასიურად ხდება ადამიანების ეს ერთია ძალიან რთულია რა თქმა უნდა ფიზიკურ განადგურება საუბარი მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო რთულია რა თქმა უნდა ადამიანების მორალურ განადგურებაზე ესე მშვიდადაც წყნარად უყურო პრაქტიკულად აი ეს ვთქვათ ფაქტებს ამიტომ მე პრაქტიკულად იმედს ვიტოვებ რომ არსებული ხელისუფლება მაინც შეეცდება რომ რაღაცნაირად ეს საკითხები დაარეგულოს ძალიან იოლი არ არის იმიტომ რომ ბევრია საუბარი მასთან დაკავშირებით ესეთი ტიპის კადრები ძალიან ბევრი არის ასევე გატანილი ქვეყნიდან კი ბატონო, მოდი მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ სტუმართან ერთად დავბრუნდეთ ეთერში. ჩვენ დავით ბაციკაძესთან, უმაღლეს საბჭოს ვიცე-სპიკერთან ერთად დავბრუნდებით ეთერში. დროებით. თავარი ის კი არ არის თუ რომელ ფეხზე არგებ. თავარია ის თუ როგორი განწყობით დაიწყებ დილას. მომართეთ თქვენი რადიო ჩვენ სიხშირეზე და დაიმუხტეთ განწყობის გენერატორის მეშვეობით. ყოველ სამუშაო დღეს დილის 9 საათიდან 11 საათამდე რადიო აჭარა გთავაზობთ თქვენი განწყობის სრულიად უსასყიდლო დამუხტვას. გენერატორის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ განწყობის სტაჟიანი თეორეტიკოსები. მომართე შენი რადიო და დაიმუხტე პოზიტივი. ყოველ დილით 9 საათიდან განწყობის გენერატორი ჩართულია FM 104.5-ზე. რადიო აჭარის ოქროს ფონდი. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ხმოვანი მატიანე. ეპოქალური პიროვნებების იშვიათი ჩანაწერები. ყველა თაობის მსმენელისათვის. ყოველ დღე. ტალღაზე FM 104.5. დაკვირტული კვირა გქონდა? ესე იგი, კარგი დასვენება გჭირდება. მომართე რადიო მიმღები 104.5-ზე და შეიქმენი ვიკენდისთვის შესაფერისი განწყობა. დილიდან. ყოველ შაბათ-კვირას 10-დან 12 საათამდე. გადაცემაში ვიკენდის დილა. პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. დიახ, პატრიციუმ რადიო მსმენელო, ვაბრძანებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გადაცემის სტუმარია უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე. დავით, რამდენიმე წუთის წინ ჩვენ საუბრობდით უმაღლესი საბჭოს კომისიის ერთ-ერთ ხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით. ეს შეეხება ძილის ცენტრის შესაძლო შექმნას ბათუმში. შენ თვითონ როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი, როგორ შეაფასებდი ამ ინოვაციას? პირველ რიგში მოგესალმებით, მესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს და მინდა გისურვო წარმატება. ჩემთვისაც მართლა პატივია რომ მე ვარ პირველი რესპონდენტი და რა ვიცი შემოქმედი წარმატებები წინ გაქვთ. ახლა რა შეეხება ძილის ცენტრს? მესმის დამოკიდებულება, როცა მე არ ვიყავ უცხოეთში იმყოფებოდი და Facebook-ის გვერდზე, ჩემ გვერდზე შევედი და ამ ძილის ცენტრთან დაკავშირებით მთელი აჟიოტაჟი წავიკითხე. პირველი შოკი დამიჯერე, ჩემთვისაც შოკი იყო, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, რა ძილის ცენტრი, ის ძილის ცენტრი. შემდეგ უკვე როდესაც მოძრა გავაჩაღე და ამიხსნეს თუ რა ხდებოდა, გასაგები გახდა ჩემთვისაც. თორე იგივე შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც, ვერ მივხვდი მეგონა თავიდან რაღაც იუმორისტული რაღაცა. სახროული არის, რომ უმაღლეს საბჭო იმში. მე გასაგებია, მე მესმის პრეზერვატიულების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, როდესაც იყო ინიცირებული საკითხი. იგივე ჩოხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი კონსერვატორების მიერ ინიცირებული იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს მისი დრო და ფორმა. იგივე პრეზიდენტთან დაკავშირებით, იგივე ჩოხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან დაკავშირებით ეს იყო შეტანილი კანონპროექტი და უბრალოდ უნდა განიხილოთ, მეტი გამოსავალი არ იყო და ამიტომ ახლა, როდესაც შემოდის რაღაც კანონპროექტი უნდა განიხილოთ თავისთავად და მოხდა ამის განხილვა და შემდეგ გააყიარეს მასმედიაში, უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და მათთან შემჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციის ინიცირებული კანონპროექტი იყო, რომ ვიცოდეთ. იგივე ჩოხებთან დაკავშირებით, უბრალოდ ჩვენი წარმომადგენლები შევიდნენ ჩოხებით პირველ სხდომაზე, კონსერვატორები და პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითა, რომ არ შეიძლებოდა რეგლამენტს არ ყოფდნენ და არ შეიძლება რეგლამენტს დარღვევა. ამან გამოიწვია ზუსტად რომ შეიტანეს ცვლილება. იგივე სიტუაციას ვამბობ. ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელსაც აქვთ იდეა და სიმართლე გითხრათ, რაღაც საკითხებზე ჩემი წარმოდგენა შემექმნა, მართლა სერიოზული, ერთ-ერთი სერიოზული რაღაც პრობლემა ყოფილა განვითარებულ ქვეყნებში, ამასთან დაკავშირებით და სერიოზული უძილობის სიტუაციაში, რომელიც იწვევს შემდეგ რაღაც არ ვარ
მედიკოსი და გართულების სხვა ამის პრევენციის მიზნით არსებობს ასეთი ტიპის დაწესებულებები, სადაც ეხმარებიან ამ ადამიანებს, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის სხვა პირობების გამო უძილობა აწუხებთ და ძილი ასწავლონ და დაეხმარონ ადამიანებს ამ პათოლოგიის მოხსნაში. არსებობს ასეთი კლინიკები. გასაგებია გესმის ძილის კლინიკა თავისთავად ალბათ უფრო ფაქტის ერთი სუთით მე ძალიან მოკლედ ჩავერთვები ამ პრეზერვატივის თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ბუნებრივად მესმის რომ ეს არის საკითხი რომელიც ძველი პარლამენტიდან მოდის და ახალ პარლამენტს ამ ინიციატივით არ შეუტანია ეს კანონპროექტში ცვლილებები ხო მაგრამ აქ არის უბრალოდ დამოკიდებულება რამდენად არის დეპუტატების ის ირონია რომელიც დეპუტატების ასე ვთქვათ მსჯელობის მთავარი რამაც გამოიწვია საზოგადოებაში გარკვეული კმაყოფილება იყო ის კი არა უბრალოდ ეს საკითხი არ არის ვთქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნინოკი დათანხმებით და ჩემთვისაც პრინციპში შეიძლება მასე იყოს, მაგრამ საზოგადოების უმეტესი ნაწილს გააღიზიანა თემის განხილვა საერთოდ თორე არა იქ დამიჯერე 90% ირონი არ დაუნახია. კი, და ყველაზე მნიშვნელოვანი ის პრობლემაც ამ ხელისუფლებას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ეს რომ გამოვლინდა არის ის რომ ცალკეული საკითხების ეგრეთ წოდებული გაპიარება ვერ ხდება ჯეროვნად. ის რომ საზოგადოებისთვის თავის დროზე დროულად მიეწოდებინათ ამ კანონპროექტის ინიციატივის ძალიან აუცილებელი მნიშვნელობიდან გამომდინარე ვთქვათ, ბუნებრივია ეჭვი არ მეპარება რომ საზოგადოებას ეგეთი გაღიზიანება არ ექნებოდა. ამიტომ როდესაც დაინახა უკვე პოსტფაქტუმ ის თქვა საკომიტეტო მოსვენა და გაკეთებული განცხადებები იმ ფონზე, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უამრავი ცვლილებაა შესატანი, იგივე შრომის კანონის კოდექსში, რომელიც გაცილებით გრძელვადიანი საკანონმდებლო ესე ვთქვათ, ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს, ბუნებრივია საზოგადოებას არ ექნებოდა ეს რეაქცია, ამიტომ აუცილებელი არის ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების დროს პარლამენტმა იმჯელოს გარკვეულწილად წინწრებად საზოგადოების ინფორმირებულებისათვის. ამას სხვათა შორის ძალიან კარგად აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, ძალიან ცუდად აკეთებს კოალიცია ქართული ოცნება. გასაგებია მე ერთადაც თუ შეიძლება დათომ გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რომელიც უშუალოდ მას ეხება, იმიტომ რომ უამრავი კითხვა გვაქვს, იმედია რომ მოვასწრებთ ეთერში ყველა კითხვის დასმას. დავით, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, თუ არა პირველი ინიციატივა იყო შენგან უსკოს დაკომპლექტების წესის შესახებ კანონპროექტი. შემდეგ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ შენ ანხორციელებდი ზეწოლას მასზე, თუმცა შენ მაშინვე უარყავი ეს ფაქტი. რატომ არ მიიყვანე ეს კანონპროექტი ბოლომდე? ანუ რა ეტაპზე არის ეს კანონპროექტი და ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ შენ ერთგვარად ყავდა საკუთარი კანდიდატურა, ლობირებდი ვიღაცას და სწორედ ამიტომ გინდოდა და ეჭვს ამძაფრებს ის მომენტიც, რომ შენ უბრალოდ მას შემდეგ რაც უსკოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, საკითხს აღარ ეხები თითქმის, ანუ მედიასთან ურთიერთობაში ვამბობ და ხმაურს გაერიდი ერთგვარად. ანუ იყო თუ არა შენგან ვინმეს ლობირების მცდელობა და ზოგადად რატომ აღარ აკეთებს განცხადებებს დავით ბაციკაძე უსკოს კანონპროექტთან მიმართებაში? დავიწყოთ იქიდან რომ არ მერიდება ამ საკითხზე საუბარი, რამდენჯერაც არ ვიცი ახლა შენეთობა არ აქვს ყურადღებას, მაგრამ ყოველთვის მიწევს ამ თემაზე საუბარი და ხშირად მცემ პასუხს. დავიწყოთ იქიდან რომ მე ზეწოლა არ მომხდენია და ეს მარტო მე კი არ ვარყავი. თვითონ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უსკოს თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ დაადასტურა და თქვა რომ მე მასზე ზეწოლას არ ვახორციელებდი, მე მისთვის არც თანამდებობის დატოვა მომითხოვია და არც სხვა სამსახურის შემთავაზებია. აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მან განაცხადა ეს. აქედან გამომდინარე, შემდეგ პირველივე განცხადებაში არჩილ მიქელაძე მემაბრალიდა ყველაფერს, ნელ-ნელა ზუსტად რაც ჩემსკენ გაქვთ თქვათ პრეტენზიები. განრიდების სიტუაციაში არჩილ მიქელაძე შეეცადა, რომ როდესაც წყვილი თქვა, ნელ-ნელა განრიდების სიტუაცია ყოფილიყო და ნელ-ნელა ჯერ მე გადამაბრალა, მე ჩემიდან გადავიდა ირაკლი ჭეიშვილზე, ირაკლი ჭეიშვილიდან გადავიდა უმაღლეს საბჭოზე და მე საერთოდ აღარ მახსენებს. და თან დაადასტურა, რომ მე მასზე ზეწოლა არ მომხდენია აჭარის ტელევიზიის პირდაპირ. აღარ შეიძლება კანონთან დაკავშირებით. მართლა ფიქრობდი კანონის შეცვლას და ფიქრობდი დამოკიდებულებას ახლა ეს არაა დასამალი და არც მიუარყვი არასდროს რომ ერთ-ერთი მთავარი ჩემი ის იყო რომ ის ადამიანები ვინც დღეს უსკოში არიან არ უნდა იყვნენ. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება, არა მარტო ჩემი, იმ საზოგადოების ვინც ამდენი წელიწადია ესმის თუ როგორ აყალიბებდნენ ისინი არჩევნებს. და ეს დამოკიდებულება იყო და პლუს ამას მართლა მინდოდა იმავე პირველივე ეტაპზე მართლა გულით მინდოდა რომ გამეკეთებია ის რომ ეს და ლობირების სიტუაცია მაინტერესებს მე საიდან საერთოდ და როგორ რომ ეს მომეშორებია პოლიტიკური პარტიებისთვის და მიმეცა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ არჩევნებს და იციან ეს საქმე. კარგად. გრძელდება მუშაობა? არა, გეტყვი ახლა მე. როდესაც დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით მუშაობა, მართლა ჩემის აზრით კარგი ინიციატივა, რომელიც მე მეგონა, აღმოჩნდა, რომელიც შეითხოვა ძალიან ბევრ საფრთხეს და არასწორი მიდგომა იყო. არასწორი მიდგომა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კანონთა შესაბამისობაში არ გამოდიდა ის, რომ ადამიანებს უწყდებოდა უფლებამოსილება ვადამდე ადრე და თან მარტო ეს იყო. თავარი პრობლემა ეს იყო, რომ
მარტო ეს ცვლილებების ინიციირება გავაკეთე. ეს მართლა ჩემი შეცდომაა, ვაღიარებ ჩემი შეცდომაა და არ ემერიდება ამის თქმის და მართლა მივხვდი და ჩემმა მეგობრებმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პარლამენტში ამიხსნეს თუ ეგრევე მივხვდი პრინციპში და მე ნახეთ სწორი გამოსავალი და გავაკეთეთ ის, რასაც მე პირადად ვფიქრობ, ახლა იქ იყო ასლა სხვადასხვა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება და რამდენიმე ჩემი მეგობრის დამოკიდებულება, რომ ჩვენი შეცდომა ვფიქრობ გამოასწორეთ. არ უნდა მიგვიღო ის ამ კანონის ამ ფორმით ინიციირება არ უნდა მოხდეს. ახლა რაც შეეხება სამომავლო მუშაობას, ამის გამო ავიღეთ ტაიმაუტი და ვცდილობთ სანამდე არ მიიღებენ კანონს იქ საქართველოს პარლამენტში და არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა. ეს არა. ეს ყველაფერი უაზრობები, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა, რომ ეს შემადგენელი ნაწილია უსკო ცენტრალური საარჩევნო კომისიის და აქედან გამომდინარე არ შეიძლება ცალკე სხვანაირი იყოს. საერთოდ სხვა კანონის დაწერა შეგვიძლია ჩვენ. საერთოდ სხვა კანონის ის რომელიც არა თქვა. მაშინ როდის დაიწყებს მაგრამ გეტყვით მეტი რომ იმის გამო რომ მიდის საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ახალ კონცეფციაზე მუშაობა და ახალი თვითმმართველობის კანონს ღებულობენ, აქედან გამომდინარე შეიცვლება თავისთავად საარჩევნო კანონის იმ მხრივ, არა მხოლოდ მარტო უსკოს დაკომპლექტების, CSK-ს ან უსკოს დაკომპლექტების ფორმირების მხრივ, არამედ თვითონ არჩევის სისტემებზე. მაჟორიტარული იქნება, რეგიონულ პროპორციული სიების იქნება არჩევნები, ანუ აქ არის კომპლექსური საკითხები, ამის გამო მიდის ინტერფრაქციული ჯგუფში მუშაობა საქართველოს პარლამენტში და ჩვენც ფიქრობთ, როდესაც იქ ჩამოყალიბდება ანუ რა მოდელის ტიპის მოდელზე გადადის საქართველოს, ეს იქნება რა ტიპის არჩევნები ექნება, ეს იქნება ისევ იგივე ძველი თქვა შერეული, თქვა მაჟორიტარული და პროპორციული, თუ ეს იქნება მხოლოდ რაც მე მომწონს მაგალითად რეგიონულ პროპორციული სიებით, ანუ რეგიონს ეყოლება მისი წარმომადგენლობითი სია, თბილისის მისი და სხვა რეგიონებსაც მისი. მაშინ სულ სხვა კანონი გვაქვს მისაღები, აქედან გამომდინარე, ის ჩვენი ნაჩქარები და არასწორი ნაბიჯები გამოვასწორეთ, ვფიქრობ და ამიტომ არ მეუხერხულება ამ საკითხზე საუბარი დამიჯერე ნამდვილად. დავით, კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელზეც დაიწყე მუშაობა და აღარ გააგრძელე, ანუ აღარ გააგრძელება ამბობ იმ მხრივ, რომ ისე აქტიურად აღარ ხარ ჩართული, არის აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის სტატუსის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის, ანუ შენ განაწყენდი იმაზე, რომ შენს მიერ ინიციირებული კანონპროექტი არ დამტკიცდა თუ უბრალოდ ჩათვალე, რომ ის კანონპროექტი, რომელიც დღეს არის პარლამენტში განხილვაში, ის უფრო უკეთესი იყო. არა, არათა შემთხვევაში ის კანონი, რომელიც ზეც დემოკრატიის ინსტიტუტი მუშაობდა და ჩვენც ვეხმარებოდა პრინციპში შეთანხმებული ვარიანტი იყო და მე გავაკეთე ინიციირება ჯერ უმაღლეს საბჭოში და შემდეგ უმაღლეს საბჭომ გააგზავნა საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი კანონია, ვიდრე იმას, რომელსაც ახლა დღეს ღებულობს საქართველოს პარლამენტი. და ამის გამო მე არაერთხელ მითქვი და არ მერიდება ამის, მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ინიციირება, იმ კანონის ლობირება არ მოხდა სათანადოდ საქართველოს პარლამენტში. იმ კანონს, ჩემის აზრით, დისკრედიტაცია გაუწია ან დისკრედიტაციას ხმა სიტყვა, არასწორი სიტყვა. რა ვიცი, არასათანადო ლობირება გაუწიეს. ანუ დეპუტატებმა, რომელიც აჭარის ჩემს აზრით, ვფიქრობ, რომ აჭარის 6 დეპუტატს აქტიური როლი უნდა ეთამაშა და ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნით უნდა გათავისუფლებული იყოს იგივე 3 დეპუტატი მაღალი ზედა რაიონებიდან, ვინც თქვა სიტყვაზე ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, რადგან იქა ნაციონალურ მოძრაობას რა პრეტენზიები აქვს ახალი მაუწყებლის შესახებ კანონზე, რომ მათ შიში აქვთ, რომ შეიცვლება ის ბორდი, ის სიტუაცია და აქედან გამომდინარე აქვთ ამ კანონის მიმართ პრობლემა იმ კანონსაც, რომელსაც დღეს ღებულობს საქართველოს პარლამენტი. ანუ უნდა გათავისუფლებული, ჩემის აზრით, უნდა გათავისუფლებული იყო ის ზედა სამეული და ქვედა სამეულიც ამ 6 უნდა ეთქვა ყველასთვის, რომ ეს რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის, რაც რეგიონს უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მივდივართ დეცენტრალიზაციისაკენ და გაცხადებულია უკვე თვითმმართველობის ახალი კანონის სიტუაციაში, რომ სამხარეო მოწყობა და სხვადასხვა ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტია. ანუ დეცენტრალიზაციაზე მივდივართ. დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი სახე იყო ზუსტად ის, რასაც თავაზობდით ჩვენ. აქედან გამომდინარე, მე მართლა ნაწყენი ვარ, მე ვფიქრობ, რომ სათანადო ლობირება მე ვერ გავუწიე ჩემი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. ისინიც კი ვერ დავარწმუნე ამ საკითხში და აქედან გამომდინარე, მე არ ვაპირებ. დამიჯერეთ ფარხმალის დაღრას არ ვაპირებ. ცოტა ტაქტიკური სვლები მაქვს ჩაფიქრებული ამ კანონთან დაკავშირებით. მეც და ჩემს მეგობრებს თანამოაზრებს, ვინც ვფიქრობთ, რომ ამ ტიპით უნდა იარსებოს აჭარის ტელევიზია. გვაქვს ტაქტიკური ჩანაფიქრი, რომელსაც არ ვეშვებ დამიჯერეთ, აქ პირობას გადავთ, რომ არ მოვეშვებ საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ჯერ ჩავატარებ იმას, რაც საჭიროა და აუხსნა მომავალში საქართველოს პარლამენტს თუ რას ვითხოვ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, არსებული ვარიანტი, რომელსაც დღეს, ანუ რომელსაც თავაზობთ საქართველოს პარლამენტში მუშაჯგუფი, რომელიც მუშაობა, ის ჯობია ამას. ერთი იმის, რომ კანონთან შესაბამისობაში მოდის ის კანონი
და მეორე ახლა ბევრი რაღაცით ჯობია აქ დანიშნადი არა მთავრობის თავმჯდომარის და იქ რაღაც სამეურო ხო, მაგრამ საბჭოთა რაღაცა პრობლემა იმდენად იქნება, რომ პერსპექტივაზე უნდა გაითვალოს ნებისმიერი კანონი, რომელიც მიიღება. თავისთავად. მაგრამ როდესაც ორ ცოცხალ ორგანიზმს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წლების განმავლობაში, რომელიც არსებობდა ასე ხელოვნურად აერთიანებ, ბუნებრივად ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდება. ეს მეთანხმები, მეც ამ პრობლემას ვხედავ ზუსტად. ძალიან კარგი იქნება თუ უმაღლეს საბჭოს ეს ინიციირებული კანონპროექტი თვითშემოქმედების დონეზე არ დარჩება და ის ინიციატივა, რომელიც დემოკრატიის ინსტიტუტს ჰქონდა წარმოადგენელი, ფიქრობ ყველაზე იდეალური ვარიანტი იყო. მეც აბსოლუტურად გეთანხმები და ფიქრობ რომ ერთ-ერთი რა ვიცი ანუ შენ თქვი რომ არ მოვეშვები და გააგრძელებ ამ ინიციატივაზე მუშაობას ეს მოხდება არსებული კანონპროექტის ანუ ეს არის მედია ადვოკატირებისთვის კანონპროექტი ანუ ვინც დაამუშავა და მურმან დუმბაძის და ელისო ჩაფიძის მიერ ინიციირებული საქართველოს პარლამენტში ამ კანონპროექტის მიღებამდე მოხდება შენგან აქტიურობა თუ კანონპროექტის მიღების შემდეგ ანუ შეთვის თავარი არის ახლა სტატუსი მიეცეს და არ იყოს ეს რაღაც ანომალიური ფორმით ასე რომ ვთქვა ტელერადიო დეპარტამენტი თუ შემდეგ თავარი ესაა რომ უკვე ამ ეტაპზე ხო გვესმის ჩვენ რომ 1 ივლისამდე ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების სიტუაციაში და რაც მეტი დრო გადის და ამ სტატუსით არსებობს აჭარის ტელევიზია ეს არაა სწორი კანონს ვარღვევ და რეალობაში სამართლებრივ სივრცეში მოექცევა მაგრამ დამიჯი ამ კანონის მიღების შემდეგ მოგვიწევს თავისთავად ამაზე მუშაობთ რომ ახლა პარალელურ რეჟიმში უკვე გამოირიცხა ის კანონი რომელიც ჩვენ დღესაც დევს პარლამენტში გამოირიცხა ის კანონი გამორიცხული რა ახლა საქართველოს პარლამენტი რატყუნებულად ჩააგდებს ჩვენს მიერ ინიციირებულ კანონს და მიიღებს იმ კანონს რომელსაც დღეს ელისო ჩაფიძე და მურმან დუმბაძე ერთად მუშაობენ და სხვა ჯგუფებიც ამიტომ ვფიქრობ მეთქი რომ იმას რაც არის დღეს აჯობებს მაგრამ ახლა მე არ მაკმოყოფილებს სიმართლე გითხრათ რაღაცას აჯობებს მიჩვენე უკეთესი მქონდეს როდეს შეიძლება უკეთესი მქონოდა ახლა რატომღაც არ მაქვს უკეთესი და ანუ შენაბები რომ საქართველოს პარლამენტი ჩააგდებს ამ კანონპროექტს იყო უსკოს ნუ ვარაუდი არის ხო უსკოს კანონპროექტთან მიმართებაში ანუ იყო ასევე დაიწყო მუშაობა და არ შესრულდა რა გააკეთა უმაღლეს საბჭომ 7 თვის განმავლობაში მიიღო თუ არა რაიმე კონკრეტული კანონპროექტი კავშირი დამანახე რომ იცავ შეკითხვას რა კავშირია პარლამენტში გაიხსნა რამდენიმე არა გავაგზავნე ერთი წამი დავით ჩვენ ანუ უმაღლეს საბჭომ გააგზავნა რამდენიმე კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში თუმცა უმრავლესობა შენიშვნებით დაბრუნდა უკან ხო ორადული კანონი დაბრუნდა შენიშვნებით შემდეგ მეორე კანონი აჭარის ტელევიზიასთან ერთად გავაგზავნეთ იქა ერთი შესყიდვების შესახებ კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა და უკვე მოქმედებს აქედან გამომდინარე ჩვენი კიდე თუ არ ვწდები ორი ინიციატივა რომელიც განხილვის სტადიაშია და რომ ამდენადაც ვიცი იმ კანონებსაც მიიღებენ და თუ იყო კონკრეტული კანონი ან გადაწყვეტილება რომელიც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობის ინტერესებზე იყო მორგებული ანუ რეგიონის მოსახლეობას რაც წაადგებოდა უმაღლეს საბჭო არის საკანონმდებლო ორგანო ხო თუ მიიღო რაიმე საკანონმდებლო აქტი ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭომ ამ ექვსის განმავლობაში ამდენადაც მე მახსოვს ზუსტად თუ არ შევწდები დაახლოებით 80-ზე მეტი დადგენილება გვაქვს მიღებული და რასაც გულისხმობ შენ ზუსტად მინდა ვთქვა ზუსტად იგივე ბიუჯეტი იგივე კანონია ჩვეულებრივი კანონია ბიუჯეტის შესახებ და იმ ბიუჯეტმა იმ სიკეთებთან ერთად რაც საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა თქვა სიტყვაზე და საქართველოს მთავრობამ და მიცა თქვა სიტყვაზე გამოვნებით დაზღვევის სიტუაციაში მიცა სოფლის მეურნეობის ამ მილიარდიან პროექტთან ერთად იმის გარდა ჩვენ დაგვჭა საშუალება და აქვს საქართველოს აჭარის მთავრობას და დამიჯერეთ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრს მასტადისებს ზუსტად არ მახსოვს დაეხმარენ ის ძვირადღირებული ოპერაციები რომელიც თქვა დაზღვევის სიტუაციაში არ ეხმარება და ძალიან ბევრ ადამიანს გაეწია დახმარება და მათი სიცოცხლე საფრთხეში აღარ დგას იგივე დამატებით რაც სოფლის მეურნეობის მიწის დახმნის რაღაც სხვა დახმარების გარეშე გარდა რამდენიმე პროექტი აქვს აჭარის ავტონომურ რესპუბლიკას და ამის დამტკიცების შემდეგ ანუ გულისხმობ იქ სათბურების დახმარებით სოფლებში რამდენიმე ასეულ ოჯახს დავეხმარებთ რომ სათბურებს გადავცემთ უსასყიდლოდ და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა შეიძლება ზამთარშიც ანუ ძალიან ბევრი რაღაცა მე მესმის რომ თავარი პრობლემა რომელიც მოსაგვარებელია დღეს და რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ და ამის პრობლემები ექნება არა მარტო ჩვენ საქართველოს პარლამენტსაც თავარი პრობლემა არის სტატუსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ იქ რაც წერია ჩემი კითხვა იყო იმაში რომ მოსახლეობა ხშირად ამბობს რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა ანუ მოსახლეობა ამბობს ამას რომ არაფერი არ შეცვლილა რეალური ცვლილება ის რასაც იყო წინასაარჩევნო დაპირება პრობლემები ძალიან ბევრი მესმის ბევრი პრობლემა არის ჯერ 6 თვეში საკმაო პრობლემების სიტუაციის გადაწყვეტაში მივიღეთ მონაწილეობა მოდი დავიწყოთ კიდე ჩამოთვალოთ ის პრობლემები რაც წინასაარჩევნოდ იყო და რომელიც დღეს მოგვარდა პირველი
ომის გამო დაზარალებული ადამიანები, ვისაც ქონდა სესხები ბანკებთან ურთიერთობაში, ეს სიტუაცია, რომელიც პირობა დავდებით ბანკებთან ერთად მოახერხეთ და შევთანხმდით ბანკებს და მოგვარდა ეს პრობლემა და იმ ადამიანებს, ვისაც სახლიდან ასახლებდნენ, გადაუვადდათ და ბანკებმა კეთილნება გამოიჩინეს და გააკეთეს. პრობლემა, რომელიც ჩვენ არ დავპირებულ ვარ და ვერ მაჩვენეთ ვერც წინასაარჩევნო დაპირებას, რადგანაც ჩვენი ოპონენტები ჩვენ ამას გვაბრალებენ იპოთეკებთან დაკავშირებით და იმისგან მიუხედავად ცელობა ქონდა იპოთეკარებთან და უბრალოდ ამან გამოიწვია ზუსტად რომ დღეს მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს პარლამენტი ღებულობს კანონს რომ ასეთი ტიპის იპოთეკარები რომელიც არსებობდა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას იმიტომ რომ ერთი წუთით არ აცლის რაღაც თითქმის სტაბილური ლამის ნახევარი თანხა უნდა მიუტანო ყოველთვის და ცუდი პირობებია ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა მიდის რამდენადაც ვიცი დარგობრივი ეკონომიკის საქართველოს პარლამენტში და ეს აჭარაში მოქმედი სიტუაციაში და ცდილობა ქონდა მთავრობის თავმჯდომარედ მე ვიყავი ვიცი ამდენიმე ცდილობა ქონდა იპოთეკარებთან შეხვედრას დახმარების სიტუაციაში და თვითონ იპოთეკარებმა არ მოისურვეს და რაც თავარია ბევრი ადამიანი ვისაც თქვა ამ პრობლემას წარმოაჩენდა როდესაც ამ საქმეებს მე დამაინტერესა და მქონდა ქსეროსები და შევისწავლე აღმოჩნდა რომ 2008 წლის შემდეგ ქონდა სესხები აღებული და ეს არ იყო მინდან გამოწვეული პრობლემები და არამედ მათი არასწორი და როდესაც მიდიხარ იპოთეკართან მინდა თქვა საზოგადოებას რომ როდესაც მიდიხარ იპოთეკართან წინასწარი გუები რომ რაღაცა შენ ცოტა პრობლემა შეგექმნება და სხვა ანუ მიწის სოფლის მეურნეობის მომავალ რამდენიმე დღეში ჩვენთან მოდის სოფლის მეურნეობის მინისტრები და მეც მაქვს შეკითხვები ძალიან ბევრი იმ კარგ პროექტთან დაკავშირებით რაც პრობლემები შეექმნა აჭარაში რამდენიმე რეგიონში უმაღლეს საბჭოს ანგარიშის შესახებ აუცილებლად გვექნება საუბარი ამ გადაცემაში მე მაქვს ერთი კითხვა შენ იყავი წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელმაც დატოვა მართველი გუნდი ეხაც გაქვს განსხვავებული შეხედულები კოალიციის კონკრეტულ წევრებთან თუ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან ან წევრებთან მიმართებაში ანუ განსხვავებული შეხედულებების ღიად დაფიქსირებას არ ერიდები შესაძლებელი არის თუ არა რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების თუ კონკრეტული აქტების შემდეგ შენ ისევ დატოვა მართველი გუნდი. დავიწყოთ ბევრი მისვამს ამ შეკითხვას, იმიტომ რომ განცდა ახლა მაინც როცა არის ერთი ფაქტი, მეორე შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არა კანონზომიერება და გეტყვი რატომ. პრობლემა რაც მე დავინახე ნაცმოძრაობაში ყოფნის დროს და პირველივე ეტაპზე ბევრი რო ერთხელავდა და ჯერ კიდევ ეუფორიაში იყო, პრობლემა რაც დავინახე ეს იყო სისტემური პრობლემა მაშინ არსებული. ის სისტემა რისკენაც საპარლამენტო აქვია ამ კონსტიტუციური ცვლილებებმა ის როგორ იქცეოდა ვარშავომეძე და ხელისუფლება აქ სიტუაციაში სისტემური პრობლემები დავინახე მე პირიქით ვხედავ ამ ხელისუფლებას თუმცა ბევრი პარალელი არის არა მოდი გეტყვით რომ არავითარი პარალელი არა მე პირიქით ვხედავ სისტემური ცვლილებების იქეთკენ რასაც ჩვენ პირდებოდა და რასაც ჩემი ოცნება ამდენი ხნის განმავლობაში პირველი თვითმმართველობის ახალი კანონი რომელიც მართლა ციგალადმუნაბიჯი ახლა შეიძლება ეს მოსახლეობას არ ესმოდეს მოსახლეობის დიდ ნაწილს მაგრამ ისო დეცენტრალიზაცია მისი პოლიტიკური და ფისკალური დეცენტრალიზაციით მშვენიერი იქნება ჩემი ქვეყნისთვის და ესაა მართლა სისტემური მნიშვნელობა და ცოტა რთული იქნება ნიშასნაირი ადამიანებისთვის ხელში ჩაგდება შემდეგ დამეთანხმება ამ შემთხვევაში ნინო ჩაგდება ხელში ის არჩევნო სისტემის არა მესმის ამ პრობლემაზეც კი მესმის იგივე სხვა ეთნიკურად საქართველოს გასაგებია მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ არა პოლიტიკოს წმინდა ადამიანების პრობლემების, ყოფილი პრობლემების მოგვარების და სხვადასხვა თემებს ეს ბევრად კარგად მოხდა და კიდევ თავარი. საარჩევნო სისტემის ცვლილების სიტუაციაში, რასაც ვამბობ, როგორ ავირჩიოთ საქართველოს პარლამენტის მომავალი პარლამენტი თქვა. ეს სისტემა ჩემთვის თავარია. სასამართლოებთან მიმართებაში და მოკიდებულება, როდესაც იცვლება მიდგომა და ერთი კაცის ხელში თავმოყრის სიტუაციის ან ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში თავმოყრის სიტუაციის ახლა თუ მოისურვებდა გეყოლება დიდი უმრავლესობა 2/3 ამ გავლენების მოპოვების სიტუაციის პრობლემა არ გექნება. ახლა ეს მომავალში კოალიციის დატოვებს არანაირი შანსი არ არის. ამიტომ აქედან გამომდინარე რომ არ არსებობს ამის მე მექნება. იმის და მიუხედავად მე მაქვს შეკითხვები რამდენიმე მინისტრთან მე მაქვს შეკითხვები თქვათ უმაღლეს საბჭოში დღესაც შეგელოთ გენახათ ბიუროზე არ დავეთანხმე რამდენიმე დეპუტატს და მაქვს ჩემი განსხვავებული აზრი. ასევია და დამიჯერეთ ჩვენი განსხვავებებს იმ ხელისუფლებისგან ამ ხელისუფლებას ის რომ ახლა არ ვეთანხმებით ერთმანეთს რაღაც საკითხებში მე ჩემი ხედვა მაქვს იმას მის ხედვა აქვს მაგრამ თავარი ისაა რომ ჩვენ კონსენსუსით ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით და ერთმანეთთან ასთა გასვლა გამოსვლით ვაღწევთ შედეგებს ფიქრობ ამაში და თავარი შედეგები იქნება ისევ ის სისტემური ცვლილებები რასაც ჩვენ საზოგადოებას დავპირდით დიდი მადლობა დავით სამწუხაროდ საეთრო დრო ამოიწურა პირდაპირ ეთერში მუშაობდა გადაცემის წამყვანი ტატო ცეცხლაძე პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგა ნარჩემაშვილი ჩვენ გემშვიდობებით შაბათს საღამოს 19 საათამდე